ვაგრძელებთ ძვირფასო მეგობრებო ჩვენი ისტორიის მოყოლას სესილ როუდსის და სესილ როუდსი მხოლოდ პირველი პერსონაჟია და ახლოებით ასეთი პერსონაჟი ალბათ 30 კაცი გვეყოლება გასაცნობი მაგრამ ასე ვთქვათ სესილ როუდსი როგორც შეიძლება ითქვას იდეოლოგი არა უფრო სულის ჩამდგმელი მათ შორის იდეოლოგიურადაც ამ მოძრაობისა რომელმაც მოგვიყვანა აი ამ წუთამდე ანგლოსაქსონური სამყაროს მიმართულებით ვაგრძელებთ აი ამ სარწმუნოების აიდანაც იდეოლოგია აიღო და გამოცხადება ქონდა სესილ როუდს თავისუფალი მასონები და გნოსტიციზმი და მინდა გავაგრძელო იმით რომ სადაც გავჩერდი თუ რატო და როგორ გავრცელდა ერთ-ერთი მიზეზი ერთ-ერთი მიზეზი გავრცელების ის იყო ძვირფასო მეგობრებო რომ თავისუფალი მასონები არ აყენებდნენ დიდ წინააღმდეგობას ადამიანთა წინაშე იმისათვის რომ გამხდარიყავი მათი წევრი. დღესაც ასეა, თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ საქართველოში მოქმედ თავისუფალი მასონების მასონურ ლოჟაში და ერთ-ერთი საქვთ რომ მოთხოვნა რომ უნდა აღიარებდე რაღაც აბსტრაქტულ ღმერთს, დიდი არქიტექტორი ასე ეძახიან, ზუსტად ისევე როგორც ნიუტონი ეძახდა, როგორც მასონები ეს თქო უწოდებენ დღესაც და დანარჩენი ქრისტიანი ხარ არ ხარ, ბუდისტი ხარ თუ ვიხარ, არ აქვს მნიშვნელობა. ამ ეს ყველაფერი მეგობრებო გადაწყვეტილი იქნა სწორედ აი ამ ადგილას, სადაც იკრიბებოდნენ პირველი მასონები, ეს გუზენ გრიდენეილ ჰაუსში და მათ კონსტიტუციაში გინდა რა მასონებს თავისი კონსტიტუცია აქვს, რომელსაც ახლავე გაჩვენებთ რამდენიმე წუთში ან წამში ისინი ამბობდნენ რომ თვითონ ის თქვათ არსებობს ეს ძალიან მაგარი წიგნი ქვია მასონების ენციკლოპედია, სადაც ავტორი ამ წიგნისა ალბერტ მაკი ამბობს რომ the religion of Freemasonry, ნახეთ ციტატა religion of Freemasonry is not sectarian. Azt ნიშნავს რომ ეს რელიგია მასონების რელიგია და ეს რელიგია ნამდვილად როგორც უყურებთ არ არის სექტარიული. Azt ნიშნავს სექტარიული, ანუ იგი რელიგიის და სარწმუნოების მიხედვით არ უკრძალავს როგორც აღნიშნეთ გაწევრიანებას მათ რიგებში. It admits man in every creed within its hospitable bosom, rejecting none and approving none for his particular faith. It's not Judaism, it's not Christianity, it does not meddle with sectarian creeds or doctrines, but teaches fundamental truth, and its altar, as its altar, men of all religions may kneel, to its creed, disciples of every faith may subscribe. Ano, ჩვენ ცალკე სარწმუნოება გვაქვს და ჩვენი სარწმუნოების საკურთხევლის წინაშეო შეუძლია დაიჩოქოს ნებისმიერ რელიგიის წარმომადგენელმაო. და ამიტომ გავრცელდა იგი უცებ სამხრეთ აფრიკაში, ინდოეთში, ირლანდიაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, რუსეთში, ესპანეთში და რა თქმა უნდა საფრანგეთში. ცალკე აღნიშნის ღირსია საფრანგეთი, რადგან საფრანგეთის რევოლუციას სწორედ აქედან ამ იდეოლოგიიდან იღებს სათავეს და ეს მოწყობა სახელმწიფოსი პოლიტიკური იმის აი ამ რელიგიიდან იწყებს სახარეს და მათი ყველა რევოლუციის სულის ჩამდგმელი ყოველთვის იყვნენ მეგობრებო სწორედ თავისუფალი მასონები. თავისუფალი მასონები მინდა აღნიშნო ორივე სიტყვით მანამდე ასე ვთქვათ შეუკავშირდნენ ასევე ეგრეთ წოდებულ გერმანულ საიდუმლო ორგანიზაცია სახელობით ილუმინატები, რომლებზეც მე მოგახსენებთ, რომელიც ადამ ვაიშაუპტი შექმნილია, რომელიც შემდეგ ებრაულ წრეებში ძალიან ახლოს მივიდა ეგრეთ წოდებულ ფრანკიშებთან, რომელზეც მე ავცილოდ მოგიყვებით და ინგლისურ აი ამ ასე ვთქვათ მოძრაობასთან, რასაც როტშილდები, კერძოდ ნათან ამსელ როტშილდი ერქვა ეს პიროვნება, აი ეს სამი ადამიანი შეკავშირდა და ერთად მოახდინეს მასონური მოძრაობასთან გაერთიანება ამ სამმა კაცმა, რომლებაც შემდეგ მოახდინეს საფრანგეთის რევოლუცია.
ორივე სიტყვით მინდა თქვა ამერიკის შეერთებულ შტატებზეც, ამერიკის შეერთებული შტატები სრულად არის მეგობრებო მასონური მოწყობის ორგანიზაცია თქვა მთავრობა, კერძოდ ჯორჯ ვაშინგტონი, ბენჯამინ ფრანკლინი, ჯონ ჯეი, ეთან ალენი, პატრიკ ჰენრი, პოლ რივიერ, ჯონ ბრაუნი, ჯონ პოლ ჯონსი, ჯონ ჰენკოკი, ჯონ მარშალი, ტომას პეინი, უილიამ რანდოლფი და როჯერ შერმანი იყვნენ სწორედ ადამიანები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ამერიკის შეერთებული შტატების სწორედ აი ამ პოლიტიკური მოწყობით და ამას გვატყობინებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ მასონების ენციკლოპედია ტომი პირველი, რომელიც 1924 წელს გამოიცა. ხო, მე ვახსენე თავისუფალი მასონების კონსტიტუცია. ამ კონსტიტუციაში არის მეგობრებო გაწერილი პოლიტიკური მოწყობა სახელმწიფოების და ეს კონსტიტუცია 1723 წელს დაიწერა და აგერ არის შეგიძლიათ ნახოთ 딘 ჰანდერსონმა შემოგთავაზა სწორედ ფედერალური წიგნი ფედერალური რეზერვის კარტელი თავისუფალი მასონები და როტშილდების სახლი, სადაც Global Research 2011 წელს გამოსცა ეს ამბავი და ჩვენ გვაქვს მეგობრებო წვდომა ამაზე თუ როგორ მოაწყეს ფედერალურად ეს თქვა სახელმწიფო და დღესაც ეს შტატებად დაყოფა, რომელიც გადმოღებული იქნა შემდეგ უფრო ფედერალისტური მოწყობა ასევე ევროკავშირზე, სწორედ მასონურია ეს მეგობრებო და სოფლიოს მოწყობა უნდათ ესე ფედერალისტურად მეგობრებო, რომლის სათავეში სწორედ სესილ როუცის აზრით უნდა ყოფილიყვნენ ანგლო-ამერიკული, მაშინ ჯერჯერობით ბრიტანული, არ გავასწრებ მოვლენებს, ძალიან დიდი ჩხუბები მოუწია სესილ როუცს, როდესაც ამერიკელების ჩართვა მოინდომეს, იმიტომ რომ არ მოწონდა ამერიკელების ჩართვა სესილ როუცს, მარტო ბრიტანის ელიტები უნდა ყოფილიყვნენ სათავეში, თუმცა მოგვიანებით გავასწრებ მოვლენებს, ცოტა და ვიტყვი რომ დათანხმდა ამერიკელების შემოყვანაზე ამ პროექტში. ასევე მინდოდა მეთქვა, ხო, ვახსენე რომ თქვათ მუსლიმები, თქვათ რაღაცა ზოროასტრიანებიც კი და ყველა არის მიღებული ამ ჩვენს იმაში, ჩვენს რა თავისუფალი მასონების ამბავში და ნახეთ აი კონსტიტუცია რო ვახსენე 1723 წლის იქ ვკითხულობთ. No private piques or quarrels must be brought within the doors of the lodge, far less any quarrels about religion or nations or state policy. We being only as masons of the Catholic religion above mentioned, we are also of all nations, tongues, kindreds and languages. კონსტიტუციაში ვკითხულობთ მათსაში რომ არანაირი პირადული მოსაზრებები ან უთანხმოებები უნდა იქნას შემოტანილი ლოჯების კარებს შიგნით. მით უმეტეს ესეთი უთანხმოებები როგორიც არის რელიგიური, ეროვნული, რაღაცა პოლიტიკური, ჩვენ როგორც მასონები ვართ კათოლიკური რელიგიის, ამ შემთხვევაში არ იგულისხმება კათოლიციზმი, იგულისხმება საყოველთაო მათი გადაგებით რელიგიის და არ ვიყოფით ერებად, ენებად, სახეობებად და ტომებად. ხო? და სწორედ აი ესეთი თავის აი როუცი, სესილ როუცი, აი ამაზე დაყრდნობით წერს თავის სარწმუნოებით აღიარებაში, რომელზეც პირველ ვიდეოში და მეორე ვიდეოში დაწვრილებით ვისაუბრეთ. იგი წერს I see the wealth and power Masons possess, the influence they hold, and I think over their ceremonies, and I wonder that a large body of men can devote themselves to what at times appear the most ridiculous and absurd rites without an object and without an end. იგი წერს რომ თუ შესაძლებელია რომ აი ეს ფანტასტიკური მასონური სიძლიერე, რაც გამოიხატება იმაში, რომ არის თითქოს ერთი შეხედვით რაღაცა სასაცილო აბსურდული რიტუალები, ასე უმიზნო იყოს, ხეთ?
ნახეთ რას ამბობს, ანუ უმიზნო ნუ გონიათო რომ ეს ერთი შეხედვით ესეთი რაღაცა უმიზნოა. არა ბანო ჩემო, მიზანია ფედერალისტური მოწყობა მსოფლიოსი ერთი მთავბრიტანული მთავრობით სათავეში. აი ასეთი ამბავი აქვს ბატონ როუდს ჩაფიქრებული თავის სარწმუნოებით განცხადებაში აგერ Rhodes Confession of Faith შეგიძლიათ თქვენი თვალით იხილოთ. და უკვე ნელა გადავდივართ, ამით ვასრულებთ და გადავდივართ შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებთ უკვე რამდენად იყო მიღწევადი ეს ერთია რომ ჩაფიქრებული და შემდეგ უკვე მიღწევადი თუ იყო ეს მიზანი. მადლობა ყურადღებისთვის დროებით.